საღამო მშვიდობისა, აბა ვის უნდა გახდეს მილიონერი? ნუ პრინციპში ადამიანებს ვისაც უნდათ რომ გახდნენ მილიონერები, უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი, გაკეთებული აქვთ თავისი სასურველი ციფრთა კომბინაცია და ელოდებიან თავის იღბალს, ხო, რომ ადამიანებს, ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს და პარასკევს რუსთავი 2-ის ეთერში გაიმართება ლოტო 642-ის გათამაშება. და თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ ისეთი კოლოსალური თანხები, როგორიცაა მაგალითად 1,924,980 ლარი, რომლის გათამაშებასაც ველოდებით აგერ უკვე რამდენი ხანია და იმედია რომ დღეს გავათამაშებთ. მეორე კატეგორიაც ძალიან კარგად გამოიყურება და ჟღერს 94,000 ლარს გასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100,000 ლარს მიუკაკუნებთ ძალიან მალე, შესაბამისად თანხები კარგად გემრიელად დაგროვილია და მესამე კატეგორიაც სხვათა შორის წინა გათამაშებაში არ გაგვითამაშებია და ძალიან მარტივად დღეს შესაძლებელია იმ ადამიანებმა, რომელმაც უკვე თქვენი არჩევანი გააკეთეთ, მოიგოთ 723 ტირაჟი გახლავთ. ეს მე გადავინაცვლებ ახლა ღილაკისკენ, წარმატებას გისურვებთ და ჩვენი ლოტოტრონიც ამუშავდება 3, 2, 1 და ისიც ჩვენი ბურთები უკვე ახმაურდნენ და ვნახოთ დღეს რომელი რიცხვი თუ ციფრი გახსნის დღევანდელ გათამაშებას და 18 მოგვიგორდა, მან გადაწყვიტა სწორედ გაეხსნა დღევანდელი ლოტო 642-ის გათამაშება. ვნახოთ რომელი იქნება მეორე მომგებიანი რიცხვი და ის გახლავთ ნომერი 15. მწვანეში და ლურჯში ვართ ჯერჯერობით. 12 შემოგვიგორდა ამასობაში, საკმაოდ დაბლებში ვართ დღეს. დაბალი რიცხვები კიდევ გარკვეულწილად წარმატების გარანტი არისო, ამბობენ ასე და არ ვიცი რამდენად ასეა, გადავამოწმოთ პრინციპში 24 შემოგვიერთდა. ჯერჯერობით აი ესეთი ძალიან მაღალი რიცხვი არ გვაქვს, მაგრამ აი დაარღვია ეს სიდაბლე ახლა 38-მა და ფერთა კომბინაციაც მოკლედ შეივსო. გვაქვს მწვანე, ლურჯი, წითელი, ყვითელი და 38 შემდეგ მოვიდა 39. 6 ძირითადი ბურთი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად და ბონუს რიცხვი გახლავთ ნომერი 28. კიდევ ერთხელ ტრადიციისამებრ გადავიმეოროთ, რა თქმა უნდა, 18-ით ვიწყებთ, 15, 12, 24, 38, 39 და ბონუს რიცხვი გახლავთ 28. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ბედნიერი ადამიანია ახლა ტელეეკრანთან, ხტუნავთ სიხარულით და არის ჟიულხივილი თქვენს ოჯახებში. ამას პრინციპში ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ და გაუზიარებთ სრულიად საქართველოს, მაშინ როდესაც აი აქ გამოჩნდება უკვე შედეგები, რომელსაც დაველოდებით ტრადიციულად, მაგრამ მანამდე აუცილებლად შეგახსენებთ, თუ სად შეგიძლიათ შეიძინოთ ლოტო 642-ის ბილეთი. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი გზა, ერთ-ერთი ეს არის ვირტუალური სამყარო. შეგიძლიათ loto.gz-ზე შებრძანდეთ, შეავსოთ თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაცია და დაელოდოთ უკვე თქვენს იღბალს. ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს ლოტოს სერვის ცენტრები, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ასევე თქვენთვის სასურველი კომბინაცია შემოხაზოთ. და მთელი საქართველოს მასშტაბით რომ არის ლოტოს ჟიხურები, ესე ძალიან კარგად იციან ჩვენმა ერთგულმა მოთამაშეებმა. შედეგებს დაველოდებით, რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი 1,994,980 ლარს გავათამაშებთ, რაც გვაქვს გასათამაშებელი, მაგრამ გვაქვს უკვე შედეგები და ისინიც მოკლედ მესამე კატეგორია გავათამაშეთ. დღეს 5,293 ლარი მოიგო ერთმა ადამიანმა. გილოცავთ, თქვენ გისურვებთ იღბალს, ნუ პრინციპში დღევანდელ საღამოს თქვენ იღბლიანი ხართ და კიდევ უფრო მეტი იღბალი თქვენ ცხოვრებაში. მეოთხე კატეგორიაში 1,830 ლარი გაიყო სამმა ადამიანმა, მოგებამ ბილეთზე შეადგინა 610 ლარი და ტრადიციულად მეხუთე მეექვსე კატეგორიებში ყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული. სულ 100 ადამიანი გავახარეთ დღეს. თუმცა გაუთამაშებელია მეორე კატეგორია, რომელიც 100,000 ლარს უახლოვდება და ასევე ჯეკპოტი, რომელიც უკვე 2 მილიონ ლარამდე მივიდა, ასე რომ არ დაივიწყოთ სამშაბათს და პარასკევს ერთი ბილეთი მაინც. ბედნიერი საღამო.